საქართველოში სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია შეიქმნა. რა ნორმებს და რეგულაციებს აწესებს ახლად შექმნილი ორგანიზაცია და რისი გათვალისწინება მოუწევს საქართველოში შემოსულ ინვესტორებს. ფედერაცია და სახელმწიფო ეროვნულ სტანდარტებს ერთობლივად შეიმუშავებენ. თემაზე ნონა დიასამიძე მუშაობდა. სასტუმროები და რესტორნები თამაშის ერთიან წესებზე თანხმდებიან. ისინი საქართველოში ახლად შექმნილ სასტუმროების და რესტორნების ფედერაციაში გაერთიანდნენ. ფედერაციის პრეზიდენტი ქეთევან მელაძე ამბობს, რომ ეროვნული სტანდარტების არარსებობის გამო საქართველოში შემოსული ინვესტორები საკუთარი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, რაც ხშირ შემთხვევაში ბაზარზე არაერთგვაროვან სიტუაციას და პრობლემებს ქმნის. ჩამოყალიბდა ფედერაცია სახელმწიფოს საშუალება ექნება რასაკვირველია ერთობლივად განვიხილოთ რაღაც გარკვეული შიდა ეროვნული სტანდარტები, რასაკვირველია გავითვალისწინებთ ეროვნულ სტანდარტებსაც. თვითონ ფედერაცია უკვე გახდა მსოფლიო ფედერაციის წევრი სასტუმროების და ჩვენ სურვილი გვაქვს ძალიან დიდი, რომ გათვალისწინებული იყოს როგორც შრომითი კოდექსი იყოს ამაში ერთობლივად მოყვანილი სისრულეში, ასევე მშენებლობა, ასევე მენეჯმენტი. ფედერაცია პირველ რიგში სახელმწიფოსთან ერთად ეროვნულ სტანდარტებს შეიმუშავებს და იმ რეგულაციებს შემოიღებს, რაც ტურიზმის განვითარების კუთხით ევროპაში უკვე აპრობირებულია. სიახლეს დადებითად აფასებენ კერძო სექტორის წარმომადგენლები და მიიჩნევენ, რომ ფედერაციის შექმნა კერძო სექტორს სახელმწიფოსთან ურთიერთობას გაუადვილებს. ეს ფედერაცია არის ძალიან კარგი კერძო სექტორისთვის. მე როგორც სასტუმროს წარმომადგენელი დიდი სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა ამ პროექტში, იმიტომ რომ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტაზე იზრუნებს ერთი ორგანიზაცია, რომელთანაც ურთიერთობა ჩვენ გაგვიადვილდება. როდესაც მიდიხარ ცალკე სასტუმროს სახელით მთავრობასთან შეიძლება იმან არ მოაქციოს ამას ყურადღება, ისეთი მნიშვნელოვანი და არ ჩათვალოს, მაგრამ როდესაც ჩვენი სახელით მიდის ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებული არის მთელი სექტორის წარმომადგენლები, ეს რა თქმა უნდა გაცილებით უფრო დიდი ყურადღებით აღიქმება და გაცილებით უფრო ადრე გადაიჭრება ეს პრობლემა. სასტუმროების და რესტორნების მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ ტურიზმის დეპარტამენტშიც. უწყებაში განმარტავენ, რომ ვინაიდან კერძო სექტორის საქმიანობაში ვერ ერევიან, ცდილობენ სერვისის ხარისხი ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებით გაზარდონ. კერძო სექტორის საქმიანობაში ბუნებრივია ვერ ჩაერება საჯარო უწყება, როგორიც არის ტურიზმის დეპარტამენტი და ჩვენი მიმართულებით ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სერვისის ასამაღლებლად. ეს არის სწორედ ჩვენს მიერ ჩატარებული ტრენინგები, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება და წელს კიდევ უფრო გააქტიურებული იყო, კიდევ უფრო ბევრი ადამიანი იყო მასში ჩართული. ფედერაციამ სტანდარტების დამკვიდრების გარდა სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებების დაცვაც უნდა უზრუნველყოს. ორგანიზაციაში უკვე გაერთიანდა საქართველოში არსებული რამდენიმე ცნობილი ბრენდი და დამწყები ბიზნესმენი.